Ჭებათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება, სიხარული და თავარი ღმერთი იყოს ჩვენთან. ეხლა ცოტა უცნაური ვიდეო ჩავთვლი, უცნაური კი არა შეიძლება ბევრს გავუკვირდეს კიდევაც, რატო ვაკეთებ ამას, მაგრამ მაინც ჩოფო ყველაფერს ვაჩვენებ და გაჩერება აქ ნებრასკაში ვარ და ჯერ ტვირთი არ არის და მაღაზიაში დავიწყე ბოდიარი რა. აქ არის აპარატები რა. და მოიცით ახლა მე არასდროს არ მითამაშია და რელიგიური თვალსაზრისიდან მაინც უარს ვამბობთ, მაგრამ მაინც ჩვენი ცნობიდან გამოდიან დავჯექი და აგერ $10 დავდე რა, ეს ძალიან მარტივი რაღაცა, ფული შეგაქ. მე აჭერდა. უკვე $10 მქონდა და უკვე $3 და $6 უკვე მოგება მაქვს რა. და ვაჩვენოთ ეს პროცესი. ძალიან მარტივია, არაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ აჭერ ამ იმას თამაშის იმად ეს ტრიალებ და თუ ერთნაირად რაღაცა დაждდა, ის არის მოგება რა. რა თქმა უნდა, თამაში და ზამასკა ეს ცუდი რაღაცაა, მაგრამ მე ახლა ხოჭი ბოლომდე ვერ იტყვით, არწმუნებული ხარ შენ ამბავში, შენ იმაში, მაგრამ უბრალოდ გავსინჯოთ ხა ჩვენი არხიდან გამომდინარე და უბრალოდ მოვსინჯოთ, თორე ჩვენ სურაქა ხა რამდენჯერმე ჩვენ ლას-ვეგასში ნამყოფი ატლანტიკ სიტის, მაგრამ არასდროს ეს არ გადამიღია, მაგრამ რატომაც მაინც ხო იცით ამ დაძაბულ სიტუაციაში ადამიანი 1000 რაღაცებზე ფიქრო და მე ჩავთვალე რომ მოდი აბა იქნებ რაღაცა მოვიკო და გავერთოთ. აბა ვინი მოიგო? არა. აბა რამდენი მოდის? 5 და $80 მოვიგეთ. პლუსი რამდენი ვარ? $15 ხო? ესე იგი $10 მაქვს დადებული და ამჟამად მიდევს $15. მოგებაში ვარ, დავაჭიროთ ახლა ისე. უკვე $18 ვარ მოგებული, $18 წინა ვარ, $8 მოგებული გვაქვს. ეს არის ყველაზე მარტივი თამაშის წესი, რულეტკა. აი კიდევ მოვიგეთ. $1.60 მოვიგეთ. დავაჭიროთ ისე. შემოვხედა, აბა რა ხჭებიო და $30 მოვიგეთ. უბრალოდ აქ რა არის, რომ შენი თავი აკონტროლო. ეხლა $18, $8 პლუსი გვაქვს. ეხლა შეგვიძლია ჩვენ მოხსნათ და ავიღოთ და გამოვიდეთ, მაგრამ იქნებ ზემოთ მივდივართ. არა მგონია ხა ამასკაში ჩამაგდოს, მაგრამ ნახოთ თუ ქვემო წამოვა, ერთი ცოტა ნახავთ რას გავაკეთეთ რა. უკვე ჩვენი ისე ბალანსი ქვემოთ მიდის, $18 ქონდა, უკვე $16 გვაქვს. წავა. თქვენ გახსოვთ არა მეგობრებო, ჩვენ ახლა ლოტარიას ვთამაშობთ. აბა რამდენი მოვიგეთ? 35 ცენტი ცოტა. დავაჭიროთ ისე. მეგობრებო, ჩემი საქციელი ცუდია თუ კარგი, თქვენი კომენტარიც მაინტერესებს. ასეთი ვიდეოები გადავიღოთ თუ არ გადავიღოთ. უკვე მცირდება მეგობრებო, ნახეთ უკვე მე თამაშობ. ეხლა მე შემიძლია ეს გამოვიტანო. მოდი გავრისკოთ, აი მოდი 10-მდე ჩავართ, მაინც რომ ამ დროს ხდება ხოლმე ზამასკა რა. ძალიან ცოტას მადლობს, 30 ცენტით ვიგეთ, მეტით ვერ ვიგეთ. დავაჭიროთ.
ნახოთ ახლა 12 და 78 მაქვს. წამოიდგინე ხა ადამიანი მთელი ტიპები ზიან, აი ხა ეს ქალბატონი 1 საათი უკვე ზის, ორი უფრო მეტი მე რომ მოვედი, მე შევამშრა. შეიძლება მთელი დღეც იჯდეს. მაგრამ მე რატომ უნდა განვიკითხო სხვა, როდესაც მე თვითონ უნდა გავაკონტროლო ჩემი თავი. უკვე 11 და 78-ია. ეხა აპარატს უნდა რომ ეს $10 წამართას. ახლა ასიზავს აპარატი ჩემს მიმართ. ჩვენი ამოცანა რომ $10-ზე ქვემოთ არ იყოს. ახლა 30 ცენტზე მეც არ მაგებინეს ეს უკვე. გაჭირება. ხო ძირითადად ძღოლის გზნობებს ვაჩვენებთ ხოლმე ჩვენ ვიდეოში და ეხლა მინდა ვაჩვენო აპარატთან მოთამაშე ადამიანის შეგრძნებები. შეძლებდა გვარ. $10 უკავშირდება. უკვე მეგობრებო, უკვე $10 გახდა. მე შემიძლია ეს ფული გამოვიტანო ან იმის იმედით რომ მოვიგებ გავაგზავნო თამაში, მაგრამ უმეტესად მაინც $10-ზე ქვემოთ იქნება რა. აი აქ არის უკვე ადამიანმა უნდა გააკონტროლოს თავისი თავი. მე ვიძახი რომ ჩვენი იქიდან გამომდინარე ჩვენ თავს ხო ვაკონტროლებთ, აქედან გამომდინარე მე უკვე აღარ გავრისკავ. ეხლა ზოგი იტყვის, კარგი რა $10 დახარჯე და იქნებ მოიგო ხო, მაგრამ მაინც მოდი ჩვენ რაციონალურად შევხედოთ. არა იმიტომ რომ ეხლა მე მენანება $10 გადახდა და რაღაცა, მაგრამ ეს პრინციპია რომ კლუბები რაც ამაშია ჩადებული ხო, ამან არ უნდა გადაგვატარინოს. აბა ნახოთ ახლა დავაჭირო უკვე $10 და 2 ცენტია. ქვემოთ ჩავა თუ ზემოთ წავა? არ ვიცი. მოდი ისე გავაკეთოთ რომ ეს $10 დავიბრუნოთ და მე უკვე სხვა დროს შევიმუშაოთ ტაქტიკა, თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე მე მოვიმოქმედოთ. მაგრამ მე ამჟამად მიმაჩნია რომ ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ კონტროლეთ ჩვენ თავს და ემოციებს არ ავყვებით, მოდი ეს ფული უკან გამოვიტანოთ. ტიკეტი და გამოვა, ალბათ ბილეთი გამოვა და ამ ფულს დავიბრუნებ უკან. არ გამოდის ტიკეტი. პროვოცირებული კითხვა არა, are you sure you want to collect $10? Yes, მაინც გეჩალიჩება აპარატი, რომ დაგაწყებინოს, მაგრამ ჩვენ როგორ ვთქვით, არ გამოდივა. თქმა უნდა, ჩვენ ვეთქვით yes. და ტიკეტი გამოვიდა და ფაქტიურად ამ ჩეკით უკვე მე მივარ შეთავ კაშიერტიაში, ესე იგი მივდივარ უკან, მივარ იქ კაშიერთან მივიდიო და იქ აიღებ ფულიო. მივიდეთ $10-სთან. თუმცა $10-სთან არ უნდა მივიდე, აპარატში უნდა შევაგდო ეს ტიკეტი და იქიდან მომცემე ფულს. ის უნდა შევდო შინით, აბა. არა, თუ აქეთ. $10 მომცემს. We can't find it. იქნებ გადაიფიქრო მეუნება. I have to put driver license? ესე იგი driver license უნდა დადო ეს მეუნება რომ ფული მომცემ. I need cash money out there. I got money out there. I have to put driver license here? Here, yeah? Is over here. Oh. Hold it back to it. Scans the back. Okay, thank you very much. ესე იგი ვინახარო უნდა ეს. Do you mind if you cash mine out for me? I don't have my driver's license.
You in $58? I don't have my driver. You have not driver license? You have not ID? I left it. I thought I had it, but yeah. Picked up the But why he don't give me? Just he did not. $10, no? Sorry, you're underage, it says. Why underage? You need to scan your ID again. Scan again, I like this. I are so sorry. Make it scan. Strip. Just turn around. Turn around. Drop it down a little bit. Maybe down. Scan here. Nice. Arasura down. Please wait. Sure. Thank you very much. Yeah. It says sorry, you're underage. Andra, what I have How to old are do? you? Huh? It says you're underage. I don't know. არ მაძლევს ფულს ხედა. You're not underage, are you? Try again. ფულს არ მაძლევს ეს ოხი. You're not underage, are you? It's really not, no. It says you're underage. Why he don't give me? I don't understand that one. Cashier voucher. I have to go to cashier, yeah? Tell him it shows that you're underage. Huh? That you're not old enough to cash out. That's what it's telling you. I will tell him, yeah. I mean, I know you're over 18. Okay. ის ქალბატონი რაღაცაო შენ ფულს არ გაძლევსო და მიდი ახლა გავარკვიოთ რატო არ მაძლევს ფულს. აპარატი არ მაძლევს. მოლარეს კითხოთ. მოლარესთან მივედი და მეუბნები ჩვენო ამასთან კავშირი არა გქო. ჩვენო უნდა დაარეკო აპარატთანო. აპარატის ხელმძღვანელობასთან ისინი მოგიგვარებენ. რასაა ადგილი საქმე მეგობრებო? მოდი ისე თავიდანვე შევეცადოთ აბა. ხა ადრე დაარეკვა აკას. მოდი შევტანოთ აბა. ესე იგი შევწიეთ ესა. Please wait here. Please. ესე იგი გეუბნება რომ ის არის აქ დადეო და აბა ნახოთ ახლა დავასკანოთ. Please wait. Sorry, you are underage. You must be age older. You must provide personal information, including user social security number or under tax. Tell information you must be age. Sorry. Wow. Ჩემი მართვის მოწმა რა არის? არ მოსწვა თუ რა ხდება? Sorry, you are underage. Აკრა მეგობრებო, ნუ თუ დამაწერეს $10 თუ ბოლომდე ვითამაშოთ. ცადოთ. ესე კიდე ეს სკანირებას აკეთებს აკეში წითელი. Please wait. მოდი რა ვქნათ იცი მეგობრებო? ამათ დედაც ვატკენ. აურისკოთ რა $10 შევიტანოთ ისე და იქნებ თუ მილიონი მოვიგეთ უკვე ღის აგაჩერებათ. ეხლა $10 სად უნდა დავრეკო, როგორ დავრეკო? ჩვენთან როა ტელეფონის აპარატები როა ხომე ჩასაბარებელი, ან ტელეფონი სად უნდა ვიყო? ალბათ საჭიროც არის, მოდი. $10 მოცემა არ უნდათ. განდაბას გავრისკოთ და რა ქვია? ვითამაშო. თუ მილიონი მოვიგე და ეხლა 100,000 და 5,000 მაშინ უკვე დავრეკავ კი არა, ყველაფერს გავაკეთებ. მოგებული ბილეთი დამავიწყდა. ეს ფაქტობრივად ფულის ის არის რა. მოდიეთ გავშინჯოთ თავიდან, აბა. შევარდოთ ჩვენი ისა. მეგობრებო, ვიქტორინა გავითამაშოთ. ამ $10 დავიბრუნებ თუ წავაგებ ბოლომდე თუ მოვიგებ. ვინც სწორ პასუხს იტყვის, ვინც პირველი იტყვის რომ მოვიგებ, ან ვინც პირველი იტყვის რომ წავაგებ, ის იქნება მოგებული და იმას გადაეცემა ჩვენი წიგნი ორეული. ამაში $10 გვაქვს ანგარიში. დავიწყოთ.
თითო იმას დაჭერას 25 ცენტი აკდება რა, $10 იყო და აღარ როგორ მცირდება და მცირდება. ფაქტობრივად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ აპარატმა და იმ აპარატმა ერთად არიან შეკრულები და ამ $10 მოცემა ჩემთვის არ უნდათ. აი წავიდა მოგებაზე, რამდენი მოვიგეთ? Win only. We have to touch here to follow with bananas. აპარატი რაღაცას მაიმუნობს. ახეთ როგორ ამან ფაქტობრივად ზამასკაში ჩამოვდო რა. მაგრამ ზამასკაშიც არა ვარ, მეგობრებო, იძულებული ვიყავ, იმიტომ რომ ის აპარატი არ მაძლევდა ფუძა რა მექნა. მიდი ეთია. 25 ცენტი მოვიგეთ, $10 იყო და $6 მჩვენდა 25 ცენტი მოვიგეთ. $1 და 15. როგორ მოიქცეოდით მეგობრებო? მაგრამ მოქცევა უნდა ხა $10 ხო არ ფაქტობრივად გაწერავენ და იქნებ რა იქნებ მოვიგოთ რა ხა $10 ხალხი ხო არა ვართ, მაგრამ პრინციპში არასწორია რა, აი რაღაცა გაითამაშეს, რომ ეს ეთყობა ის $10 მოცემა არ უნდა და ამაშობაში მეც უკვე რაღაცა გული ამიცრუდა, რომ რაღაც აი მოტყუების მომენტია რა. 4 და 73 დაგჭირდა. ნუ თქვენ იცით ხო როგორ პრინციპი ერთნაირი რაღაცები უნდა იყოს რა, ეთქვა ჩექმე უნდა იყოს 1 4 ხა 1 2 3 4 5 ან აი ეს პონტია რა. ეს 30 ცენტზე მეც არ მაგებია 25-ზე მაგებია. დავხედო ჩემი მას კაცო შეკვეთა არ მომივიდეს და არ გამეპაროს იმაში მეილებში და შეკვეთა არა მაქვს მოცემული რა. დრო გვაქვს ვითამაშოთ. თამაში ქვია ამას, აი ვაგებ ნახე, აი როგორ ჩამithრია რა, ჩამithრია კი არა, იმენა მაგებინებს რა. 3.53 გვაქვს რა. ნახე 30 ცენტზე მეტი, 30 ცენტზე მეტი არ მაგებინებს რა. თითიკი გავარჯი შემდეგჯერ ვაჭერ რა. $95 ცენტი მოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში $3.33 დაგჭირდა. $4 გახდა ახლა ისე. აი ესენი უნდა იყოს ერთი ნომერი რა, ერთი მასზე თუ დაждდა, აი მაშინ არის მაგარი რა. აი თუ დაждდა ერთ ხაზზე, ან აი ფულის ტომარა თუ დაждდა ერთ ხაზზე, მაგარი იქნება. ორი და 78 ყო. ხა ეს სულიკა დაამთავრო. უკვე მე მაგალითად პირადად უკვე დავიღალი ასეთ უაზრო სიტუაციაში, მაგრამ იმდენად უაზრო სიტუაციაში არა, იმდენად უბრალოდ აშკარად აპარატმა არ მომცა ამდენი თანხა, ბოლომდე დაეხაჯა და ეხლა 5000 და ის რომ მომეგო, ალბათ მომცემ. ახე, $1.28 დამჭა. ვითომ 25 ცენტი მომაგებინა. ის ხალი იქ სხვა აპარატზე გადავიდა. ეხლა ეს ხალი 4 საათი აკრია, მე ხლა აქ 2 საათი კი ვარ აქა და ის ხალი რამდენი ხანი აქ არის. $1 დამჭა. როგორი განწყობა მაქვს, იცით რომ რა 78 ცენტი დამჭა, ხო, ესე იგი აი იმენა
როგორ ვთქვა, ლოხე, გამალოხეს, ქართულად როგორ არის? გამაცურეს. როგორც 13 ცენტი. თუმცა 15 მომაგებინეს, ახლა 28 ცენტი და არა გამორიცხულება აპარატმა შეიძლება იმდენი მომცეს რომ აქ დამტოვოს, მაგრამ არ ამგონია უკვე 63 ცენტი დამჭა. Всё. If you funds please add money to it. არ ყოფნისო ანგარიშო და დაამატე ფულიო. აი აქ ნებისყოფის ადამიანი და რომელიც ნუ ზამასკა მაშინ ხდება როდესაც მოიგებ და აქ ახლა რა ვიცი გინდა არ გინდა მაგრამ ახლა იტყვის ადამიანი მოდი $10 კიდო ხომ მიდევში მოდი ამდენ ჩავდე და აი მან უნდა გამოამჟღავნო უკვე შენი ნებისყოფა ნუ რა თქმა უნდა ჩვენ პრეტენზია გვაქვს რომ ნებისყოფიანი ხალხი ვარ და მდინარე აპარატს არ დავთანხმდებით და დავტოვებთ ამ აპარატს დავტოვებთ ამ რეზიდენციასაც. მე პირადად ახლა $10 არაფერი არ არის, მაგრამ აი აშკარად ვიძენი რომ დამაწერეს ფული რა. მე ხო თქვი რომ ჩემი თავი უნდა გავაკონტროლე. $10 ჩავდე, მოვედი და $10 დამიბრუნეთ, მაგრამ იქ უნდა დარეკო, აქ უნდა დარეკო. ისი დამრეკავი. ასე იფიქრეთ რამდენი ადამიანი, ხო? ფაქტია რომ უცბად არაფერში $10 გააკეთეს. ჩვენ კიდევ წავედით ჩვენ ჯორჯისთან ისეთი სიცივეა უცბად გახდა ეხლა რატო შემოვედი აქა უკვე გარეთ კი არის მაგრამ გარეთ არის -12 გრადუსი მანქანაში ჯდომას აქ შემოსვლა ვაპირე მაგრამ რაღაცნაირად მაინც დამალოხეს და ამიტომ სიგნით აღარს მინდა ყოფნა და დაუბრუნდები ჩვენ ჯორჯის აი ასეთი რაღაცა გაჩვენეთ მეგობრებო მე ოთის ვიტყვი რომ კაზინო ასეთი სარისკო რაღაცები რომელიც სუსტ ადამიანებზეა გათვლილი სუსტი ნებისყოფის ადამიანებზეა გათვლა არასწორია კი ეხლა 1000-ის ღაპრები 1000 რაღაცებს ადამიანები იგებენ რაღაცებს იგებენ მილიონებს იმებს მაგრამ მაგითაც ვიცი კაზინო ადვილი მოგება ეს ყველაფერი ეშმაკოვი და სატანურია და ჩვენ ადამიანებს რომლებსაც ამბიცია გვაქვს რომ უნდა ვიყოთ ღმერთთან და ღმერთის გზით უნდა ვიაროთ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი არ არის სწორი მაგრამ უბრალოდ ცოტა მაინც გავერთეთ ეხლა აი რამხელა ეშმაკობაა ხო ვითამაშე ვითომ $10 ჩავდე რომ ნახე რომ ვიგებდი მაგრამ რომ ნახე რომ ჩამოვიდა და წაგებაში მიდივა და მოვთხოვე რომ ეს ფული მომეცით მეთქი რაღაცა მიზეზები გამოიგონეს და ბოლომდე წამაგებინეს. რა ვიცი. ჩვენ თვითონ განსაზღვრეთ ეს კარგია თუ ცუდია. კარგია თუ ცუდია, ჩვენ ავსახეთ ის, რაც არის და ჩვენ კიდევ შევუდგეთ ისე მუშულეხურად. და იმის იმედით რომ დისპეჩერი კაი ტვირს გამოგიგზავნის, დაველოდოთ. გემშვიდობებით მეგობრებო, მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით ერთმანეთს და როგორ ვამთავრებთ, უფალი იყო ჩვენთან.